Я вообще не понимаю, на каком основании... საერთოდ ვერ ხვდები რის საფუძველზე კარნახობენ დღის წესრიგს წევრი სახელმწიფოები არაწევრ ქვეყნებს. რატომ აკეთებს ამას კაია კალასი, რომელმაც ვერანაირად ვერაფერში ვერ გამოიჩინა კონსტრუქციულობა და რაღაც დინასტიის წევრია. ასე იქცევა ევროკავშირი, როდესაც საუბრობს თითქოს საქართველოში დემოკრატიის უკუსლოა. ვფიქრობ, რასაც ბრიუსელი აკეთებს, გაკვეთილი უნდა იყოს ყველა იმ ქვეყნისთვის, რომელიც ყველანაირი გზით ცდილობს ევროკავშირში გაწევრიანებას ან იჯერებს მათი მისამართით წარმოქმნილ განცხადებებს მომავალ წევრობასთან დაკავშირებით. ეს გაკვეთილი უნდა იყოს მათთვისაც კი, ვინც ცდილობს მჭიდრო კავშირი ჩამოაყალიბოს ევრობლოკთან. აი ასე დაგალაპარაკებიან თქვენს, გაუგებარია ვინ და რატომ ან რის საფუძველზე. თავს ისე აჩვენებენ თითქოს აქვთ უფლება ასე დამამცირებლად ესაუბრონ სუვერენულ სახელმწიფოს, რომელსაც აქვს უზარმაზარი საინტერესო და მდიდარი ისტორია. დასრულდა ის დრო, როდესაც კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებს ელოლიავებოდნენ ან თუნდაც სიტყვიერად ითვალისწინებდნენ მათ ინტერესებს. არა მგონია ამ დროს ევროკავშირი ოდესმე დაუბრუნდეს. ევროპის გზაზე დადგომა ახლა არის ეროვნულ სუვერენიტეტსა და ღირებულებებზე სრულიად უარის თქმა. შეხედეთ, კაია კალასმა თქვა, თითქოს საქართველოს დემოკრატიულ გზაზე უკან დაიხია. რამდენადაც მახსოვს, ის ესტონეთიდან არის. ესტონეთი ყოველთვის იყო საინტერესო დიდი ბრიტანეთისთვის. დიდ ბრიტანეთში ახლახან ამოქმედა კანონი ინტერნეტში მოქალაქეების ტოტალური კონტროლის შესახებ. კითხვა მაქვს, რატომ არ სცალია კაია კალას დიდ ბრიტანეთში დემოკრატიის უკუსლაზე სასაუბროთ? ასწავლოს ლონდონს, როგორ არ დაიხიონ უკან დემოკრატიის გზაზე. ევრობიუროკრატები ცდილობენ საჯაროდ დასაჯონ სახელმწიფოები, რომლებიც ბრიუსელს არ ემორჩილებიან, მაგალითად სანქციებით, დამამცირებელი განცხადებებით, ღია შანტაჟით, მათ შორის რიგითი მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებსაც სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გაუქმებით ემუქრებიან.